ეს არის რუსთავი ორის სახე, ტელეწამყვანი, რომლის გადაცემებზეც ან ძალიან ბევრს ტირიც უყველანი, ან ძალიან ბევრს ვიცინით. დავხალისოთ. მაია ასათიანი. გამარჯობა ჩვენო მაყურებელო. მართლაც და დიდება თავისუფლებას მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. სამწუხაროდ ჩვენ სხვა გზა და ხსნა არ დაგვიტოვეს. იცით, დადგება დღე და დრო, როდესაც თქვენი შვილები კითხავენ, სად იყავით იმ დროს, როდესაც სიტყვის თავისუფლება ემხობოდა და თქვენ გექნებათ ამ კითხვაზე პასუხი. თქვენ იყავით იქ, სადაც ქარიშხალია, თქვენ იცავდით თავისუფალ საქართველოს, იმიტომ რომ დიახ, რუსთავი ორის დამხობა ნიშნავს, რომ თავისუფალი სიტყვის უკანასკნელი ციტადელი დაემხობა და თქვენ მართლები იქნებით თქვენ შვილებთან. მე მინდა მივმართო მათ, ვინც ახლა ხედავენ ტელეეკრანებთან და თითოეული თქვენგანის თავებს ითვლიან. მე მინდა მივმართო მათ, ვინც ახლა წერენ, რამდენი ადამიანია დღეს აქ. ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, მეგობრებო. ძალიან ბევრნი ვართ და არ მივცემთ არავის უფლებას, რომ საქართველოში სიბნელე დადგეს. 13 ივნისს, როდესაც წყალდიდობა დაიწყო, როდესაც დიდი ტალღები წამოვიდნენ დედაქალაქისკენ, სწორედ რუსთავი ორმა გააგებინა ქალაქს და ქვეყანას, რომ წარღვნა იწყებოდა. წარღვნა იწყება, ბატონებო, და თუ ყველა ხელი ხელს არ მივცემთ ერთმანეთს, ძალიან დიდი სიბნელე მოვა და წარღვნა დაამხობს ჩვენს თავისუფლებას. 99 წელს აქ იდგა ხალხი, თავისუფალი საქართველოსთვის იდგა. ჩვენ მათი იმედები უნდა გავამართლოთ და როგორც წლების წინ პირველი პრეზიდენტის ერთმა გულანთებულმა მომხრემ თქვა პარლამენტში, განთიადია ბატონებო, განთიადია, დადექით ჩვენთან ერთად. მზე ოქროყანიდან არ ამოდის საქართველოში. დიდი მადლობა.